წინადადებას მოგახსენებთ. ამასთანავე გამოცხადდა, რომ 800 მილიონი ჩაიდება იმაში, რომ ევროპის ქვეყნების შეიარაღება 800 მილიარდი ხდება. ევროპის ქვეყნების შეიარაღება იყოს მაღალ დონეზე. თქვენთვისაც ცნობილი იქნება, ჭიათურის მარგანეცის გარეშე არიანაირი სამხედრო შეიარაღება არ ვარ. მაგალითად, ზესტაფონში არის შემოტანილი, ეხლა მე მგონი სამხრეთ აფრიკიდან თუ სწორად ვახსოვს, თუ ავსტრალიიდან, გაბონიდან შემოტანილი არის საკმაო რაოდენობის მარგანეცი. მაგრამ ამას მარგანეცი ქვია, სინამდვილეში არის კინა. ამას თუ არ გადაურევ ჭიათურის მარგანეცს, არათუ სამხედრო წარმოებაში, არამედ ელემენტარულ არანაირ წარმოებაში არ გამოდის. ამ მარგანეცის ფასი არასდროს არ დაეცემა. იმიტომ ამის გარეშე სამხედრო წარმოება სოფლიოში არ არსებობს. იარაღი, რომელიც არსებობს, რომელიც არის ნებისმიერ წესასწორი იარაღი, თუ არ იქნება ელასტიური, ისე მას ფასი არ აქვს. და ელემენტარულად ვერ გაიწვის. თუ გაიწვის 2 მეტრში დავარდება ხვრია თუ კუმბარა თუ ასე შემდეგ. ამიტომ არავინ მოგვაწყვეტს, რომ მარგანეცის მხოლოდ დეფიციტი იქნება და არა ჭარბწარმოება. და განსაკუთრებით 800 მილიარდი, რომელიც უნდა ჩაიდოს სამხედრო წარმოებაში, თითები დაუწყებენ ძებნას თითოეულ მართვას ჭიათურის მარგანეცისა. იმიტომ რომ სხვანაირად სოფლიოში წარმოება არასი იარაღის არ იარსებია და არ არსებობს. მისი საუკეთესო თვისებების გამო. ასე რომ დავდგეთ მაგრად, ვიყოთ მაგრად და დაუდგეთ ვერჩი მაღაროები.